მოგესალმებით ძვირფასო მეგობრებო, ეს გახლავთ პოდკასტი ლალისთან ყავაზე და ჩვენ ახლა ვიმყოფებით ბათუმში, პერმანენტული აქციის მიმდებარე ტერიტორიაზე და მე მაქვს პატივი, რომ ამ ადგილიდან წავიყვანო ეს პოდკასტი და თან უნდა წარმოგიდგინოთ ძალიან საინტერესო ადამიანი, სალომე გაბელაია, რომელიც არის აქტივისტი, დაფიონის აქტივისტი, ხო შეიძლება და დაფიონის წევრი შეიძლება ასეც ვთქვათ და ამ საპროტესტო აქციების ერთ-ერთი სულის ჩამდგმელი. ეს არის ის ადამიანი, რომელ ადამიანებზეც მე არაერთხელ ვისაუბრია. ისინი არიან ადამიანები, რომლებიც თავის გარშემო ქმნიან ზუსტად იმ მიზიდულობის წერტილებს, სოფხედველობრივ პატარ-პატარა წერტილებს, რომლის გარშემო სხვა ადამიანები ერთიანდებიან და აძლიერებენ ერთმანეთს. დღეს ჯერ პირველ რიგში ძალიან დიდი მადლობა მინდა გითხრა. მე ის რა უცებად უნდა აღვნიშნოთ, რომ სალომე იყო ჩემი მოსწავლე, რითაც ძალიან ვამაყობ და ვთვლი, რომ ასეთი ადამიანები, ასეთი მოსწავლეები, რომ ყავს რაღაცნაირად თითქოს და ფუნქცია მაქვს შესრულებული საკუთარ თავთან. ანუ ის ამოცანები, რასაც საკუთარ თავს ვუყენებ, მართლდება ხოლმე ასეთი ადამიანების არსებობით. სალომე, ძალიან მიხარია, რომ ახლა დღეს აქ ხარ და პირველი რაც მინდა კითხო არის ის, რომ როგორი არის ემოციური დამოკიდებულება, შენი მეგობრების, ძალიან ბევრი რამე გადაიტანეთ რა. ერთი რომ რაღაცა საოცარი ერთიანობა და ის რომ რაღაცა საზოგადოების რაღაცა ნაწილი გააერთიანეთ. მეორე ის რომ ასეთი დევნა და ასეთი რაღაც შეურაცხყოფები ხელისუფლების და არა მხოლოდ ხელისუფლების მხრიდან, მეგობრების დაჭერები, პატარ-პატარა გამარჯვებები და რომ გადევნებდით თვალს, რაღაცერად მონაცვლეობა იყო ამ რაღაცა პატარა წარმატების, პატარა წარუმატებლობის და რაღაცა ძალიან საინტერესო მონაცვლეობა იყო თქვენი საქმიანობის. ხო და რაღაცერად მინდა რომ ამ ყველაფერს თავი მოუყარო და შევაჯეროთ, ხო? პირველ რიგში ძალიან დიდი მადლობა, ჩვენთვის დიდი პატივია აქ ყოფნა. ახლა რაც შეეხება ამ სიტუაციას, ზოგადად, როდესაც აქტივიზმში ხარ ჩართული, უნდა იყო მზად იმისთვის, რომ მიიღებ შეურაცხყოფებსაც, სხვა აზრსაც, არასწორსაც, სწორსაც, დამარცხებასაც და გამარჯვებასაც და ასე შემდეგ. ამიტომ ჩვენ ამისაც რა თქმა უნდა მზად ვიყავით და ჩვენი თაობა ზოგადად დაბადებული არის თავისუფალ ქვეყანაში. ამიტომ შესაბამისად უფრო მეტად ჩვენს თაობას არ შეუძლია ის, რაც დღეს ხდება ჩვენს ქვეყანაში. ამიტომაც არის რომ არ ვიცი როგორ ავხსნა, მაგრამ იმდენად მზად არის ჩემი თაობის ბავშვები იმისათვის, რაც საჭირო იქნება ქვეყნის კეთილდღეობისთვის, რო ვთქვათ, რომ ის ერთიანობაც თავისით მოდის. აქ არ არის რაღაცა დაორგანიზება, საჭირო ან გეგმების შედგენა და ასე შემდეგ, ყველაფერი მოდის თავისით. რაღაც მოხდება, რაც ქვეყნისთვის საზარელი ასე ვთქვა და ეგრევე ერთიანდება ყველა. დღესაც უკვე 100 მე რაღაცე დღეა სათვალავის ამერია, რომ უწყვეტი პროტესტი მიმდინარეობს და ზუსტად ამ ერთიანობის დამსახურება და ბრალია და ზუსტად იმის, რომ ჩვენ არ შევეგუებით დიქტატორულ რეჟიმს, ავტორიტარულ რეჟიმს და მე რა პოსტავა ხო იძახდა, რომ მოეწრებით იმ დროს, როდესაც საქართველოს თავისუფალი გახდება, მაგრამ მაშინაც კი, როდესაც თავისუფლებისთვის ბრძოლა შეწყვეტს, ამ თავისუფლებას აკარგავთ თქვენს და ქვეყანას. ზუსტად ეს დრო არის ახლაც და ზუსტად ახლა უნდა გავაკეთოთ ის, რაც შეძლებს, რომ ასე ვთქვათ, ქვეყანა ისევ დადგეს ფეხზე. ჩვენ ვერ უნდა მოგვესწრო წესით ამ დრომდე, სადაც ახლა ვართ, მაგრამ მოვესწარეთ, მოვედით აქამდე, იმიტომ რომ ისიც ხალხის დამსახურება. არანაირად ამაში არ მიუძღვის წვლილი ჩვენს ხელისუფლებას, რა თქმა უნდა, მხოლოდ იმაში მიუძღვის წვლილი, რომ დღეს ჩვენ გვიწევს გარეთ დგომა, რომ გავაპროტესტოთ და ქვეყანა რაღაცას დავამსგავსოთ ისევ. ხო, ეხლა ნახე გისმენდი და როგორი ის არის, ყოველწუთიერი შემართება რო გჭირდება რა დამოუკიდებლობის და თავისუფლების დასაცავად. ეს მარტო ეროვნულ და სახელმწიფოებრივ დონეზე და ადამიანის და სახელმწიფოს ურთიერთობაში კი არა, ყოველდღიურობაშიც ასე არის, რომ ადამიანი მუდმივად უნდა იყო
საკუთარ ფეხზე უნდა იდგე მყარად და მუდმივად უნდა იყო ფხიზლად. საიმისოთ, რომ შეინარჩუნო დამოუკიდებლობა. მე მაინტერესებს, ყოველთვის რაღაცა ისეთი გულისამაჩუყებელი ტექსტი იყო, თქვენ რო გმირთა მოედანზე წაიკითხეთ ეს ტექსტი, არ ვიცი რა, რაღაცა ძალიან ემოციების იწვევს ჩემში და ხანდახან არის, რომ თითქოს, რა ვიცი, რაციონალური ტიპი ვარ, თითქოს ვცდილობ, პროცივი გონებით შევხედო მოვლენებს და ისა, მაგრამ ასეთი ტექსტები და ის აქცია, რაც თქვენ მოაწყვეთ, ძალიან გავიდა ჩემი სხეულის ყველა ნერვზე და უჯრედზე და იქნებ წაიკითხო ეს ტექსტი. ვინ არის ავტორი? ზვიად ცეცხლაძე, დაფიონის ლიდერი, რომელიც დღეს ყოველ პატიმარია. მხოლოდ ზვიადმა დაწერა თუ გუნდურად შეადგინა? გზაში დაწერა მან. ძალიან სპონტანურად რა. ეხლა მოდი რა წაიკითხე, მე მგონია, რომ რაღაცა ერთი ყველა დილას აღაბოს მამაო ჩვენოს უნდა ვკითხულობდეთ და მეორე ამ ტექსტს. კი, ძალიან მართლა ესეთი სიტყვებია. თან მით უმეტეს უცებ დაწერილი, ზუსტად იმ დროისთვის. და რაღაცა ის სიტუაცია რო კარნახობს და ის ძარო ის არის, ხო, რაღაც კონტექსტიდან რო გამოდის, მაგრამ საქმე ის არის, რომ რაღაცა ძალიან აქტუალურია და ცოცხალია, кайხანია, ხო, უკვე 4 თვე გადის. ჩვენ მეორედაც გავიმეორეთ ეგ ფიცი, როდესაც ბიჭები დაიჭირეს გმირთა მემორიალთან ისევ დაფიონის მარში, როდესაც წავიყვანეთ, მაშინ სხვადასხვა პირველი შემთხვევა იყო, როდესაც დაფიონის მარშს უძღვებოდი მე და არა ზვიადი, იმიტომ რომ ზოგადად დაფიონის მარშს ყოველთვის ზვიადი უძღვება. და იმ დროს ისეთი, ასე ვთქვათ, ცარიელი ვიყავი მაინც შინაგანად იმ ხრივ, რომ არ იდგა იქ ჩვენს გვერდით, თუმცა ციხიდანაც იმაზე მეტ საქმეს აკეთებს, ვიდრე აქ მაგალითად ხელისუფლება ნებისმიერი სხვა. ეხლა მე ამას წაგიკითხავთ. კიდევ ერთხელ გავიმეორებ. ჩვენ საქართველოს მოქალაქეები, ქართველი პატრიოტები შევიკრიბეთ აქ გმირთა მოედანზე, რათა პატივი მივაგოთ მათ ხსოვნას და დავდოთ ფიცი მათი სულების წინაშე. ვფიცავ, რომ არასდროს დავთვალ მათი სიცოცხლით ფასად მოპოვებულ თავისუფლებას. ვფიცავ, რომ არასდროს შეურიგდებით ძალას, რომელიც ჩვენი ქვეყნის მტრისთვის, რუსეთისთვის დათმობას ცდილობს. ვიდგებით ერთმანეთის მხარდამხარ და დავიცავთ საქართველოს სახელმწიფოებრიობას, ჩვენს ენას, ჩვენს მამულს და ერთობას. ვფიცავ, გაუმარჯოს დამოუკიდებელ და ერთიან საქართველოს. ეხაც მაჟრიალებს ამის წაკითხვის დროს ყოველთვის რაღაცა ის გზნობა გეუფლება, რომ ამაყი ხარ, რომ ქართველი ხარ. და ამაყი ხარ ყველაზე მეტად, რომ ისტორიის სწორ მხარეს დგა ხარ და არა იქ, სადაც დგანან მოგეხსენებათ ვინც. ისე როგორი ეს არის, ისინი ხო ასე იძახიან, რომ რაღაც ჩვენ აქეთ სამშობლოებს გვეძახიან და რაღაც ისულელებს. რადიკალებს. ხო, რაღაცა რადიკალური ოპოზიცია და რაღაცა ისულელებს ვუძღვნებენ, მაგრამ მე ეს მაინტერესებს, რომ გაქვს თუ არა და ზოგადად ეს რასულის კვეთებაც არის თქვენში, რაღაცა ამის გამოტანა მინდა რა. გაქვთ თუ არა განცდა, რომ ძალიან მნიშვნელოვანი მორალური გარდატეხა მოახდინეთ და ძალიან გააშიშვლეთ ხელისუფლება. ფაქტობრივად ხელისუფლებამ დაკარგა მორალური უპირატესობა. ის 9 წლიანი რაღაცა 9 სისხლიანი წელიწადი და ესენი უკვე რაღაცა ანეკდოტური მათ გადააქციეს ხო კონტექსტად ამა და ეს რაც იყო თითქოს უკვე ძალიან ანუ ის 9 წელი უკვე საკმაოდ დაამძიმეს ამათაც თავიანთი ცოდვებით რა და თუ გაქვთ ეს განცდა რომ აი თქვენ მორალურად იმათ აჯობეთ აი ეს რა თქმა უნდა ეგ იმაში ჩანს რა აბსურდულ კანონებსაც იღებენ აი თუნდაც ის რომ მაგალითად ბალაკლავის ან კაშნის შემოფარების გამო გვაჯარიმებენ და ასე შემდეგ ყველანაირად ჩანს თუნდაც ის რომ ისე იყო დაჯარიმების ფაქტები ძალიან ბევრი რამდენიმე კი მაგრამ მე გააჩერეს რაღაც ერთი პერიოდი იყო და ცოტა შეაჩერეს მაგრამ აი ძირითადად ეგ ვითომ ადამიანთა შეშინებას ცლობენ თუ მაგით გაჩერებას მაგრამ არანაირი აზრი არ აქვს პირიქით წესს უნდა ხედავდნენ იმას რომ უფრო მეტად ვჯიუტდებით ასე რომ ვთქვათ ჩვენს ადამიანი რომელსაც სახე დაფარული აქვს და იმას აჯარიმებ მეორედაც ის ადამიანი როდესაც სახე დაფარული ასევე გამოდის შენის რომ უკვე ის ადამიანია და იმას ის უბრალოდ გაჩვენებს დაუმორჩილებლობას. იმას არ ეშინია არანაირი არც 2000 ლარის, არც 5000 და არც 10000 და ასე შემდეგ. ის გადაკეტვაზეც უამრავი ჯარიმები მოვიდა. მოკლედ და როგორ აუდიხართ ახლა ეს ფონდები რო დახუროს?
ხო, აი ეგ რთული საკითხია. იმდენად უსისხლოები არიან, რომ ფონდები, რომლებიც ადამიანთა დასახმარებლად იყო განკუთვნილი და სხვების ჯანმრთელობის მდგომარეობის დასახმარებლად იყო განკუთვნილი, ის ფონდებიც დახურეს და არ ვიცი, ანუ მოკლედ, იცით როგორ არის ამ ხალხთან, ჩვენს ხელისუფლებასთან არანაირ ასე რომ ვთქვათ, გული არ აქვთ, ასე მგონია რა. არანაირ მორალს, არანაირ არაფერს არ აქვს მნიშვნელობა, იმიტომ რომ მხოლოდ აი ასე თქვენს და ასე არის. მით უმეტეს, როდესაც გმობ შენ წინა ხელისუფლების ქმედებებს და იმეორებ ისეთივე ზუსტად ან უარესაც. აი რა უნდა გელაპარაკოთ ხო, ანუ ჩვენ თუ არ მოგწონდა ის, რატო აკეთებ იმას, რასაც შენც გმობ ხო მაგალითად, მაგრამ არა, მხოლოდ იმ კადრებს აშუქებენ მაგალითად, რაც მათთვის იქნება, ასე ვთქვათ, სასარგებლო და პრიორიტეტული და რეალობას კრიტიკულ მედიებს აგენტებს უწოდებენ და ასე შემდეგ. ხო, მაგრამ ხო იყო აი ეს ძალიან შთამბეჭდავი იყო იმ ადამიანის ჩამოსვლა, ხევსურეთი და რო ფეხით ჩამოვიდა, გუდამაყრელი იყო მე მგონი, ხო? და აინტერესებდა რომ ნახა რომ ეს მედიები აბსოლუტურად ერთმანეთის საწინააღმდეგო ინფორმაციას უარყოფენ. აი მაგას ვეძახი კრიტიკული აზროვნება თუ ვინმეს გონია ამ ადამიანს გონია ბოლოს და ბოლოს ერთი ჩავალდა ვნახავდა ხო ჩამოვიდა და შეხედა ერთი რომელი მედია რომელი მედიის ინფორმაციას უნდა დაეყრდნოს ხო აი ახლა ძალიან გარდამტეხი პერიოდი არის ფაქტობრივად ხელისუფლება არის ძალიან ღრმა კრიზისში ამის წინ ვუყურებ ისე ცოტა ისა მიჭირს უბრალოდ ინფორმირებულობის გამო უყურებ, თორე ძალიან რთული არის იმათი ლოგიკის და ტექსტების მოსმენისატანა. და ფაქტობრივად აი ჟურნალისტებსაც და აი თუნდაც იგივე უცხოელებსაც უცხოელებთან და ჟურნალისტებთან ურთიერთობაშიც კი რაღაცნაირად მანიფესტაციას აკეთებენ იმისა, რომ აი მე როგორც პრემიერ-მინისტრს ასე მომართავ, ესე იგი მე პრემიერ-მინისტრი იმ დონეზე აქვთ ლეგიტიმაციის პრობლემა საკუთარ თავთან, რომ ჟურნალისტი როგორც პრემიერ-მინისტრს თუ მიმართავს, ესეც კი გონიათ, რომ რაღაც გამარჯვებას მიაღწიეს, აი უცხოელებზე აღარ არის საუბარი, ხო? და ამის მიღწევას სჭირდება ძალიან დიდი თანმიმდევრულობა. მე ზოგადად რას ვთვლიდი, იცი, ყოველთვის მეგონა, რომ ქართველები ცოტა თანმიმდევრული და ხანგრძლივი ბრძოლისთვის ნაკლებად არიან მზად მეთქი, მაგრამ აი თქვენმა ამ დამოკიდებულებამ და ზოგადად ამ პროცესებმა აჩვენა, რომ ფლადასი არ ყოფილა საქმე, ხო? ანუ ჩვენ გავძელით ასე გამოდის. და ეს გამძლეობა დგას არა ემოციაზე, არამედ თავიდან ბოლომდე გააზრებულ და რაციონალურ ქმედებაზე და სიტუაციის რაციონალურ ანალიზზე, ხო? როგორ ფიქრობ ახლა რა შეიძლება იყოს შემდეგი ფაზა? რაღაც ფაზები გავიარეთ, ხო? ჯერ გცემეს და გასველეს და გარბიეს, სვალრბილი გაგიერთიანეს, მერე რაღაცა ცოტათი ჩაწყნარდნენ, ხო? მერე რა ვიცი, დაიჭირეს, უკვე უფრო რბილ ძალაზე გადავიდნენ კანონები, შექმნეს დაგაჯარიმეს, ნუ არაფერი არ გამოვიდა, ხო? აქედან და ყველაზე მთავარი მაინც ის არის, რომ ვერ მიაღწიეს უცხოური პოლიტიკური ძალების თან თანამშრომლობას და აღიარებას, ხო? და აი ეხლა რაც ხდება პარლამენტში, როცა მუშაობს ეს კომისია ეგრეთ წოდებული რამძიმე მოსასმენი, ანუ ალბათ ყველაზე დიდ კოშმარშიც კი ვერ წარმოვიდგენდი, რომ აი ჩვენს ჯარს გენერლებს ასეთ უთანასწორო ბრძოლაში რუსეთთან ომში ადამიანებმა რაღაცა მოახერხეს და ის მოახერხეთ, რომ თბილისი არ დაბომბეს თუ ვერ დაბომბეს და საქართველოს მთლიანად ასეთი ძალისმიერი მეთოდებით ვერ აიღეს, ეს რომ მოახერხეთ, ამაზე მადლობის ნაცვლად რა დღეში აგდებენ გენერლებს. იცოლებულს ხდიან თითქოს, ანუ რა არ ვიცი რას აკეთებენ მაგისთვის, ემუქრებიან თუ რაშვებიან, მაგრამ აი იმდენად სამართლოა, იმდენად საშინელი საყურებელია, როცა იცი შენმა წინაპრებმა რა გაიგეს ამისთვის, რა არ საკუთარი სიცოცხლე გაიღეს, ხო ბოლოს და ბოლოს, ანუ ყველაზე ძვირფასი რაღაც. და დღეს რას აკეთებინებენ ჯარს? არის ძალიან მძიმეა მართლა, ჩემთვისაც და ყველასთვისაც.
და როგორ ფიქრობ თვითონ აი ამ პროცესების ანალიტიკაში რამდენად გეხმარება, აი განათლების რომელი მიმართულება გეხმარება, ან გაგვს თუ არა საკუთარ თავში რაღაცა საყდენი ყოველთვის სადაც არ უნდა წავიდე ბოლოს განათლებასთან და ყავასთან მივდივარ და დღეს რაც კრიზისშია ჩვენი განათლების საკითხი იქ თუმცა აი განხრას რაც შეეხება ხა მე ვსწავლობ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე ქართულ ფილოლოგიაზე და ჩემი სფეროც ძალიან მეხმარება, ისტორიაც ძალიან მეხმარება ამაში და ზოგადად ვთვლი რომ ნებისმიერ ადამიანს უნდა გააჩნდეს იმის პასუხისგებლობა რომ ელემენტარული ახალი სტუმარი ყავს. ხო, ასეთები არიან, მოდიან ასე. შემოგვიძრებიან ხოლმე, ხო. ელემენტარული პასუხისგებლობა უნდა გქონდეს რომ იცოდე შენი ქვეყნის ძირითადი და ყველაზე მნიშვნელოვანი ისტორია და როცა ქვეყანა ასეთ მდგომარეობაში ვარდება, იცოდე რომელ მხარეს უნდა დადგე და არგუმენტი გქონდეს იმისთვის, რატომ გახარ იმ მხარეს. თუ არ დგახარ სწორ მხარეს, ისტორიის სწორ მხარეს, ის არგუმენტი მაინც გქონდეს, რატომ არ დგახარ. მაგრამ ეგ არგუმენტიც რომ არ არსებობს და თან აბსურდულია რასაც იზახიან, ეგ კიდე ცალკე დიდი უბედურება. ზუსტად მან დგადის ის განათლების კრიზისი. ისე ჩვენ ისტორია არ ვიცით. ხო, ეგეც. ისტორია არ ვიცით. ისტორია კი არა, ბევრი რამ არ ვიცით. არა, ჩვენი საქართველოს ისტორია სწორად არ ვიცით. იმდენი რამ არის გადასწორებული და გადაკეთებული და მე მცდელობები ამ გადაკეთების, აი ბექაოდიშარია მისიც კი გაბედა, რომ რამდენიმე თვის უკან ახსენა, რომ 9 აპრილს ადამიანები ჭყლეტაში რო დაიღუპნენ, აი ესე თითქოს სხვათა შორის რომ იტყვი ამას, ხო? ანუ ძალიან მძიმე მოსასმენი იყო ჩემთვის და კიდე ერთ-ერთი ყველაზე მთავარი ის არის, რომ ის ბავშვები, რომლებიც ამ ღირებულებებზე უნდა გაიზარდოს, ფაქტობრივად ჩვენს მონათხრობზე და ჩვენს შეფასებაზე უნდა გაიზარდოს, ხო? ეს ბავშვები და ამ ბავშვებს ასე რაღაცერად დეზინფორმაციით რო გაშღენთავ და გაბერავ, ხო, რომ იმისი მტკიცება რომ მოგიწევს, რომ 9 აპრილს ჭყლეტა არ მომხდარა და ორლესული ნიჭმებით იყვნენ ადამიანები დაჭეხილი და აი ამას რო ასეთ შეფასებას მოვისმენ, ცოტა მძიმე ის არის. და თუ აი ახლა ამ წუთას როგორი ის არის განწყობა არის აი შენს თაობაში, იმიტომ რომ ჩემზე ძალიან მოქმედებს ზვიადის ციხეში ყოფნა. აი რა ყოფნა ხო ძალიან მოქმედებს ჩვენზე კიდე არ ვიცი რა მოქმედებს ძალიან მოქმედებს მართლა, მაგრამ სხვადასხვა დღეს ახლა გამოვიწყდა წამოღება უნდა წამომეღო გაზეთს აკეთებს თავისი ხელით. გამოუშვა პირველი ნომერი გაზეთი და დაარქვა 101 საკანშია თვითონ საკანი 101 თავისუფალი გაზეთი. თავის ხელით დაწერა, დახატა, ჩახატა, როგორ დამოვიწყდა უნდა წამომეღო. თქვენთვისაც მინდოდა მომეცა ერთი ეგზემპლარი. პირველი ნომერი უკვე გამოშვებულია, დავარიგეთ. მეორე ნომერი სახა დღე-დღეზე დაიბეჭდება და მესამე და მეოთხე ნომერიც უკვე მზად აქვს ამასობაში. ანუ თავისი ხელით აბსოლუტურად ჩაუმრავლთ დაკაბადონებას ნავშვებით და შემდეგ ვეჭდობ. მოდი მოიტანე და კომენტარებში დავდებ ფოტოებს, ხო? შემიძლია გამოგიგზავნოთ, ანუ სახლში მაქვს გავამზადე. აი ლამაზად გადაიღე ფოტოები და ისა კომენტარებში განვათავსებ. კი, აუცილებლად. და როგორ მოახერხე? როგორ არის იცი? აი შენ ხა ბათუმიდან ჩახვედი, პირველ კურსელი ხარ, ხო თუ მეორე უკვე? 3 წელი ვიყავი თბილისში. უკვე მესამე კურსი. მესამე კურსი. და როგორ მოახერხე აი ეს კომუნიკაცია და თანამშრომლობა არ არის იოლი. მე თვითონაც ჩასული სტუდენტი ვიყავი და რაღაცა დამკვიდრება იქ ურთიერთობებში არ არის მარტივი, ხო? კი, რთულია, მით უმეტეს აქ ვარ გაზრდილი და სხვა ქალაქში მარტო ცხოვრება მით უმეტეს საკმაოდ გამიჭირდა, მაგრამ შევეგუება რაც შეეხება ამ აქტივიზმში ჩართვას დაფიონის წევრობაც რაც შეეხება კიდევ მინდა აღნიშნო. მე და ზვიადს გქონდა ჩემს თბილისში წასვლამდეც კომუნიკაცია, ანუ ვიცნობ გარკვეული პერიოდია ზვიადს ძალიან კარგად და ისიც როდესაც უკვე თბილისში გადმოვიდა, როდესაც თბილისში ჩააბარა, მე უფრო მეტად ასე ვთქვათ შევიკარით. დაახლოებით 3 წელია რაც დაფიონი ასე ვთქვათ დაარსდა და ძირითადად ბათუმელებია ბირთვით. ბათუმელები ვართ, კი. ზვიად კი დაახლოებით 5-6 კაცი ვართ დაფიონში, მეტი არა, მაგრამ რამდენიც ვართ, იმდენიც ვაკეთებთ რაღაცას. და ეს ტერმინი საიდან მოვიდა რა? ხო, საინტერესო დაფიონი ნიშნავს დაის. და ჩვენი ასე ვთქვათ რეალობა, რასაც უყურებთ, არის რომ დღევანდელი ჩვენი მდგომარეობა არის სიბნელე და დაფიონის ლოგო
არის ბორჯღალო და არწივი. ეს ბორჯღალო არის მზე, რომელიც ჩადის და არწივი არის ძალა, რომელსაც ამოყავს ეს მზე სიბნელიდან. ამის გამო ქვია დაფიონი დაფიონს. უმიზეზოდ რა თქმა უნდა არა. ხო და მოკლედ ჩვენც ამას ვცდილობთ ზუსტად. ეროვნული ცნობიერების ამაღლება იყო ჩვენი ახალგაზრდებში ჩვენი მიზანი თავიდან, თუმცა შემდგომ გადავერთვით აქტივიზმში. ნელ-ნელა აქ ლაინერის აქციაც რო იყო, საკრუიზო ლაინერი, ეგეც ჩვენი დაორგანიზებული იყო და აი მაქიდან დაიწყო უფრო მეტად, ასე რომ ვთქვათ, სიმბოლიკა ჩამოხსნეს კიდე ბიჭებმა, ჩვენმა დაფიონის ბიჭებმა საფრთხე კავშირის აქ ბათუმში. სად იყო? ჩაქვისკენ სადღაც ზუსტად არ ვიცი ტერიტორია, მაგრამ მანდ იყო რუსული დროშა ჩამოხსნეს, იქვე იყო. მოკლედ ნელ-ნელა მოსახლეობას კონდა რუსული. იყო აღმართული. და ასე ნელ-ნელა გადავედით იქ, სადაც ვართ. და უყავოთ როგორ არ გაგეჭირდა თბილისში ბათუმური ყავის გარეშე? სხვადასხვა ყავს არსო. ამიტომ როგორი ბათუმელი ხარ შენ? აი გეტყობა რო არსო მაგაც დამიდიაკა და არეკარებ ასე გაბრანჭულად მოვიტანე. და კარგად გამოჩნდება. ხო არ არის რაიმე ისეთი რაც კიდო დაგეთქვა ან წარმოგედგინა რომ შეგეკითხებოდი და რაიმე ხო არ გამოგჩენია. არა, ერთადერთი რასაც ვიტყვი, უბრალოდ მინდა რომ ყველა ადამიანის გულში იყოს ის ცეცხლი ან ნაპერწკალი, რომელიც გაგვივდება საბოლოოდ, რომელიც გულისხმობს ქვეყნის მიმართებაში ერთგულებას. ყველაზე მთავარი ეს არის, ნებისმიერი რამ გადის მაინც აქ. განათლებაც, სამსახურიც, ყველაფერი გადის მაინც აქ. ამიტომ ვთვლი რომ ასე ვთქვათ, მოვალეობაა ჩვენი, რომ ვიდგეთ ფეხზე მხოლოდ იმისთვის, რომ შევინარჩუნოთ ისევე ჩვენი მომავალი, ხო? ანუ ჩვენი ქვეყანა წინაპრების დანატოვარი და ჩვენს მომავალთაობას სწორად მივაწვდინოთ ხმა, ასე რომ ვთქვათ, ისტორიასთან დაკავშირებითაც და ყველაფერთან დაკავშირებით, რომ საქართველო ისევ იდგეს ფეხზე და იდგეს არა ძლივს, არამედ მყარად. ეს არის ჩემი დიდი სურვილი. დიდი მადლობა ამ სურვილებისთვის, დიდი მადლობა რომ ხართ, ასეთები ხართ. ფაქტობრივად თქვენ გადაგვარჩინეთ, თქვენმა თაობამ ეხლა გადაგვარჩინა, იმიტომ რომ სულ იყო რაღაც დემორალიზებული იყო წინა ხელისუფლების პოლიტიკური ძალები და აი ხა თქვენ რომ გამოჩდით ასეთი სუფთები, ჯანმრთელები, აზრიანები, გონიერები, ხო? ეს ძალიან დიდი ძალა არის და ძალიან დიდი მადლობა ამისთვის. მედი მაქვს საბოლოოდ ის შედეგი იქნება, ძალიან მალე. დაგემშვიდობებით ძვირფასო მეგობრებო. ეს იყო პოდკასტი ლალისთან ყავაზე და დღეს ჩემი სტუმარი იყო სტუდენტი დაფიონის ერთ-ერთი წევრი სალომე გაბელაია. ჩემი ყოფილი მოსწავლე.